Galten tagati წელს საქართველოს ეკონომიკის 7,9%-იან ზრდას ელის 2026 წლისთვის კი პროგნოზი 6%-ია. საინვესტიციო ბანკი მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა. რაც Galten tagatis ახსნით განპირობებული იყო ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო შესყიდვები და ოქროს ფასის ზრდით. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს და მოლოდინია, რომ ლარი 2026 წელსაც სტაბილური დარჩება. უფრო კონკრეტულად, რას ეხმობა რით არის განპირობებული ეს ოპტიმისტური მოლოდინები და რა გამოწვევი რჩება? ლაშა კალდარაძე Galten tagatis ეკონომისტი გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მაშასე, რა ფაქტორებს ეხმობა თქვენი მაჩვენებლები 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა უკვე წლის ბოლოს და 6%-იანი ეკონომიკური ზრდა 2026 წელს? დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დავიწყებ იმით, რომ გვაქვს 10 თვის მონაცემი, 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა გაზრდილია 7,6%-ით, დარჩენილი არის ნოემბერი და დეკემბერი და ასევე ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ საქსტატი პერიოდულად, როდესაც კვარტალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს, იქ გადახედვა ხდება, იმიტომ რომ ეს არის ყოველ წინასწარი შეფასება, ოფიციალური შეფასება კვარტალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო არის 2025 წლის პირველი ნახევარი, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპი არის 8,6%. ანუ ფაქტობრივად მესამე კვარტალი და უკვე დარჩენილი თვეები ეს ეფუძნება უკვე კვარტალურ გამოკვლევებს და ამაზე დაყრდნობით შეფასებების გაკეთებას, რომელიცაც სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება 2026 წლის მარტის შუა რიცხვებში. მანამ კი ჩვენი შეფასებები რას ითვალისწინებს? ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით იგი ანალოგიური იქნება მეოთხე კვარტალში ზრდის ტემპი, როგორც იყო მაგალითად 2025 წლის მესამე კვარტალში და აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ ვღებულობთ 7,5%-იან ზრდას. ეს ზრდა ძირითადად მიმდინარე წელს განპირობებული არის მოხმარების კომპონენტით, როგორც იყო მაგალითად გასულ წელს და ასევე თუ პირველ ნახევრის მონაცემებს შევხედოთ, პირველ ნახევარში ასევე დადებითი კონტრიბუცია ჰქონდა ინვესტიციებს. რაც შეეხება დარგების დონეზე ფაქტობრივად ის სექტორები განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, რაც გასულ წელს და ასევე წლის პირველ ნახევარში განაპირობებდა. აქ გვაქვს ჩვენ გარკვეული, ასე ვთქვათ, სექტორები, რომელიც კლებას აჩვენებს, თუმცა ეს ცვალებადი არის თვეების მიხედვით, ეს არის მშენებლობა, ეს არის ენერგეტიკის სექტორი, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა დაფიქსირდა მაგალითად უარყოფითი ოქტომბერში, თუმცა ეს წინასწარი მაჩვენებელი და კვარტალურ, ასე ვთქვათ, გამოკვლევებში შესაძლოა სურათი შეცვლილი იყოს. ჩვენი შეფასებით წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდა უახლოვდება პოტენციურ დონეს, რომელიც ჩვენი შეფასებით ეს არის დაახლოებით 5,9-დან 6%-ის ფარგლებში და ვფიქრობთ, რომ 2026 წელს სწორედ პოტენციური ზრდის ტემპის ირგვლივ იქნება ფაქტობრივად ეკონომიკური აქტივობა. ამაზე დაყრდნობით ველოდებით, რომ ასე ვთქვათ 6%-იანი ზრდა იქნება 2026 წელს. აქ ჩვენ ვითვალისწინებთ ასე ვთქვათ სხვადასხვა ფაქტორებს, ის რომ სავალუტო შემოდინებები, რომელიც საკმაოდ ზომიერი არის მიმდინარე წელს, ვფიქრობთ, რომ ეს გაგრძელდება 2026 წელსაც. ასევე პოზიტიური იქნება ის, რომ ასე ვთქვათ ლარის კურსი ჩვენი მოლოდინით სტაბილურობას შეინარჩუნებს 2026 წელს და ეს პოზიტიურად აისახება როგორც სამხმარებლო, ისე საინვესტიციო განწყობებზე. ლარის კურსის სტაბილურობა თავის მხრივ ჩვენი შეფასები, ჩვენი ასე ვთქვათ მოლოდინით განპირობებული იქნება იმით, რომ მსოფლიო ბაზარზე დოლარი კვლავ ასე ვთქვათ დასუსტებული იქნება. ამას საერთაშორისო ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, იმიტომ რომ ამას ძალიან ბევრი საფუძველი აქვს და ამის ფონზე არა მარტო ლარი, არამედ სხვა გარდამავალი ქვეყნის ეკონომიკის ვალუტები, ასე ვთქვათ, სტაბილურობას შეინარჩუნებენ. ამასთან ერთად ჩვენ ასე ვთქვათ ვფიქრობთ, რომ გარკვეულ ასე ვთქვათ მომენტებში ადგილი ექნება საბაზო ეფექტს, როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებებზე, მათ შორის ინფლაციაზეც. კი ბატონო, ის რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკი საკმაოდ დადებით პროგნოზებს აკეთებს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებთან და მთლიანობაში მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან მიმართებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია თავად ბიზნესისთვის, თავად საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, იმიტომ რომ თქვენს დასკვნებს ძალიან ხშირად ეხმობიან ინვესტორები, ვისაც ამ ქვეყანაში ფული შადება უნდათ. საინვესტიციო გარემო თვითონ აი აქ ამ ფაქტორის გათვალისწინებით როგორ გამოიყურება? ამ კუთხით რაიმე გაუარესებული მაჩვენებელი ხომ არ გვაქვს და ამ ნაწილში, დაუშვათ ინვესტიციების ნაწილში რა მოლოდინი უნდა გქონდეს მოსახლეობას?
ხო, რაც შეეხება საინვესტიციო აქტივობას, ზოგადად ასე ვთქვათ 2018 წლის შემდგომ, ასე ვთქვათ, დონე, თვითონ ინვესტიციების დონე არის შენელებული. ამას ვხედავთ ჩვენ მაგალითად, როდესაც ვაკურდებთ მთლიანი შიდა პროდუქტს კომპონენტების მიხედვით და უყურებთ ინვესტიციების წილი მთლიანი შიდა პროდუქტში თუ როგორ გამოიყურება, ეს მაგალითად პოსტპანდემიურ პერიოდში მერყეობს დაახლოებით 22-25%-ის ფარგლებში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი ზომიერი არის, მაგრამ იმისათვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი იყოს შენარჩუნებული საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, საჭირო არის უფრო მეტი მუშაობა, რომ საინვესტიციო მიმართულებით უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ინვესტიციები იყოს მოზიდული, ასე ვთქვათ, როგორც ქვეყნის შიგნით საინვესტიციო აქტივობა გაძლიერდეს, ასევე უცხოეთიდან იყოს მაგალითად შემოსული ეს საინვესტიციო ნაკადები. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ თუ ინვესტიციების წილი მაგალითად გაზრდილი იქნება და დაუახლოვდება მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს, ეს საშუალებას მოგცემს ჩვენ, ასე ვთქვათ, თამამად გავაკეთოთ პროგნოზი, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება მაღალი. ეხლა რამდენია მაყურებლისთვის თვალსაჩინო რომ იყოს? გასულ წელს საინვესტიციო. კი ბატონო, ახლა რამდენია მაყურებლისთვის თვალსაჩინო? 22% არის მიმდინარეთ 22% არის დაახლოებით წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში. მე გადაცემის შესავალ ნაწილში ვახსენე ინფლაციის მაჩვენებლები, რომელიც თითქოს კლებისკენ წამოვიდა, თუმცა რა თქმა უნდა ის მაინც მაღალია მიზნობრივ ინფლაციაზე, რომელსაც ეროვნული ბანკი წლის დასაწყისში აქვეყნებდა. ამ ნაწილში განმაპირობებელი ფაქტორები რა არის და ამ მიმართულებით რა მოლოდინი გაქვთ? დიახ, ჩვენ ვხედავთ ინფლაციის ზრდას მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული, რომელმაც მიაღწია პიკურ მაჩვენებელს ოქტომბერში 5.2% იყო და ნოემბერში, ასე ვთქვათ, 4.8%-მდე ჩამოვიდა. ეს მაჩვენებელი, რაც ნოემბერში დაფიქსირდა, შეესაბამება ჩვენს პროგნოზებს სრულიად, რადგან აქ ჩვენ, ასე ვთქვათ, როდესაც უყურებთ კომპონენტების მიხედვით ინფლაციას, გასულ წელს ნოემბერში, ასევე დეკემბერში, ასე ვთქვათ, დაჩქარებული იყო და ეს საბაზო ეფექტში გადმოითარგმნება. ამიტომ საბაზო ეფექტით იყო განპირობებული ინფლაციის შენელება მიმდინარე წლის ნოემბერში. ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო შენელება გვექნება დეკემბერში, დაახლოებით ჩვენი პროგნოზი არის 4.4%, დეკემბრის თვეში წლიური ინფლაცია და საშუალო წლიური ინფლაცია წელს ჩვენი პროგნოზით არის 3.9%. ამ ინფლაციაში მნიშვნელოვანი განმაპირობებელი არის ადგილობრივად წარმოებული საქონლის და მომსახურების ფასების ცვლილება და აქ, ასე ვთქვათ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ, მაგალითად კომპონენტებს თუ შევხედავთ, ჩვენ პურის ფასი არის მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაძვლებული, მაგალითად ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით 21.5% არის გაზრდილი. აქ სამ პერიოდად იყო პურის ფასის ზრდა მიმდინარე წელს, ასე ვთქვათ, დაფიქსირებული, პირველი მარტში, შემდეგ აპრილში ცოტათი მოიმატა და ოქტომბერში კიდევ დამატებით და ამის ფონზე მაგალითად 4.8% რომ გვაქვს მიმდინარე ინფლაცია, 0.9% პუნქტი სწორედ აი ამ პურის ფასზე მოდის. ასევე არის სხვა პროდუქტები, იქ არის მაგალითად ძროხის ხორცი, იმერული ყველი, ასევე მედიკამენტები, ჯანდაცვის სხვა კომპონენტები, რომელსაც აგრეგირებულ მაჩვენებელში ვხედავთ. ანუ ჯამურად, რაც თქვენ თქვით, სურსათის ფასები დაახლოებით 10% არის გაზრდილი წლიურ ჭრილში, ასევე მნიშვნელოვანი მეორე კომპონენტი, რაც ასე ვთქვათ, მაღალ ინფლაციას იწვევს განაპირობებს, ეს არის ჯანდაცვის კატეგორია. ჩვენი პროგნოზით 2026 წლის უკვე მარტიდან ჩვენ დავინახავთ ინფლაციის საგრძნობ შენელებას, გამომდინარე ამ საბაზო ეფექტებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ პურის ფასმა როდესაც დაიწყო ზრდა, ეხლა არ არის მოსალოდნელი ხო, რომ პურის ფასი 2026 წელს, ასე ვთქვათ, მზარდი იქნება, იმიტომ რომ გარკვეულ ახასიათებს ხოლმე ასეთი ტიპის პროდუქტებს რამდენიმე წელიწადში ერთხელ გადახედვა ზრდის მიმართულებით, ამიტომ ეს გამოეთიშება და ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. ასევე ჯანდაცვის კატეგორია, რომელმაც მაგალითად ზრდა დაიწყო შარშან
ნოემბრიდან მოყოლებული, ესეც უკვე მისი საბაზო ეფექტებს ვხედავთ უკვე ნოემბერშიც, შენელებული არის ეს ოქტომბერთან შედარებით და ამას შემდგომ ასე ვთქვათ მომდენო წლის თვეებში უფრო ნათლად გამოჩნდება. ამიტომ აი ეს ორი კატეგორია ფაქტობრივად საბაზო ეფექტით მნიშვნელოვნად იქნება შემსუბუქებული 2026 წელს და ჩვენი პროგნოზი არის რომ 3%-ის ფარგლებში იქნება საშუალო წლიური ინფლაცია 2026 წელს. ეს გარდა შიდა ფაქტორების ასევე ჩვენ ვითვალისწინებთ საგარეო ფაქტორებს. მაგალითად საერთაშორისო ბაზარზე სურსათის ფასების კლება დაფიქსირდა ოქტომბერში, ეს არის ფაოს სურსათის ფასების ინდექსზე დაყრდნობით და ვფიქრობთ რომ ეს გაგრძელდება მომდევნო თვეებში და ეს გადმოეცემა ჩვენს ასე ვთქვათ ფასების დონეს. ასევე ვითვალისწინებთ ნავთობპროდუქტების ასე ვთქვათ ფასებს, რომელიც მიმდინარედ შემცირებულია და კიდევ უფრო შემცირებას ელოდებიან ანალიტიკოსები საერთაშორისო ბაზარზე 2026 წლისთვის. ეს კი დამატებითი არგუმენტი არის იმისა, რომ ინფლაცია რაც არის მაგალითად ჩვენი პროგნოზი 3%, ვფიქრობთ რომ რეალისტური არის. და ჩვენი საუბრის ბოლოს ლარის კურსი თქვენ ახსენეთ რომ რეალურად ლარი კვლავ შეინარჩუნებს სტაბილურობას. მე ჩემს შესავალ ნაწილშიც გავამახვილე ამაზე ყურადღება და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის რომ თვითონ დოლარის დასუსტებულ მდგომარეობაში ყოფნას ვარაუდობთ 2026 წელსაც. თუმცა საინტერესოა მაგალითად ყოველთვის ლარი წინა საახალწლო პერიოდი იწყება და ამ პერიოდში ეროვნული ვალუტა ისეც მეტნაკლებად მყარდება. შემდგომი თვეების მოლოდინები როგორია და რა უარყოფითმა ფაქტორებმა შეიძლება პირობითად გააუფასუროს ეროვნული ვალუტა? დიახ, რაც შეეხება ლარის კურსს, ჩვენ ვხედავთ რომ ნოემბერში სტაბილურობა იყო შენარჩუნებული, 2.7-ის გარშემო იყო ვაჭრობა, დეკემბერშიც დაახლოებით ვარაუდობთ რომ ამის ფარგლებში დარჩება და შესაძლოა და ვფიქრობთ რომ ეროვნულ ბანკს დეკემბერშიც ექნება შესაძლებლობა რომ შესყიდვები განახორციელოს მყარი ვალუტიდან გამომდინარე. რაც შეეხება მომდენო წელს, დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის რომ დოლარი გლობალურად დარჩება დასუსტებული და მეორე ის რომ ფუნდამენტური ფაქტორი რომ სავალუტო შემოდინებების ზრდას ველოდებით ჩვენ მომდენო წელს, მაგალითად ტურიზმის შემოსავლების პროგნოზს რომ შევხედოთ, ჩვენი პროგნოზით მიმდინარე წელს 4.6 მილიარდს მიაღწევს და მომავალ წელს 4.9 მილიარდამდე იქნება გაზრდილი. აქ სხვადასხვა არგუმენტები არის, ჩვენ უყურებთ ასე ვთქვათ თუ რომელი რეგიონებიდან შემოდის ტურისტები და ეს რა გავლენას მოხდეს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ინდიკატორი არის გაცვლითი კურსის მიმართულებით, ხო? ამიტომ ვფიქრობთ რომ 2026 წელს ლარის კურსი სტაბილურობა შეინარჩუნებს და ჩვენი მოლოდინი არის რომ ეროვნული ბანკი ასევე გააგრძელებს სავალუტო შესყიდვებს და აქ მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული ბანკის მიდგომაც სავალუტო შესყიდვების მიმართულებით, მაგალითად ზომიერების ფარგლებში ეს პოზიტიურად აისახება, ხო? და ის ტემპი, რაც მაგალითად მიმდინარე წელს იყო სავალუტო შესყიდვების მიმართულებით, ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ რეზერვების შესავსები იყო, მაგრამ მომდენო წელს უკვე ასე ვთქვათ არ იქნება საჭირო ეს ტემპი და თუ პოზიტიური ასე ვთქვათ განვითარება პოვა საერთაშორისო ბაზრებზე, განვითარებადი ქვეყნების ვალუტებმა ეს შესაძლებლობას მისცემს ოპტიმისტურ სცენარში ლარი მცირედით კიდეც გამყარდეს, ასე ვთქვათ, მიმდინარე დონიდან გამომდინარე. რაც შეეხება რისკს, რისკი იქნება ის რომ მაგალითად დოლარი სწრაფად გამყარდეს გლობალურად და ასევე საერთაშორისო ნაკადების შემცირება მივიღოთ ჩვენ, ანუ საერთაშორისო ფაქტორი იქნება დოლარის გლობალური გამყარება და შიდა ფაქტორი ეს იქნება ფუნდამენტების გაუარესება. ეს არის რისკი, რომელიც შესაძლოა აისახოს გაცვლით კურსზე და გაცვლით კურსის გაუფასურება მივიღოთ ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ლაშა ქავთარაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.